გამარჯობათ. ისევ დაგებრუნდით, მინდა ისევ დაუბრუნდე ჩანთების ქსოვას, ყაისნაღით, რა თქმა უნდა, ესეთი ჩანთა მაქვს დღეისთვის. ნახეთ, სახელური აქვს ესეთი რგვალი ფორმის. აი აქ ზუსტად ისეთივე ძაფია გამოყენებული. მე მქონდა ესეთი ძაფით ნაქსოვი და დავარღვი ახლა მე ეს ჩანთა არის პოლიესტერის ესეთი სინთეტიკური ძაფია, ორი ხარით აი ეს ძაფი დაგჭირდებათ. მიახლოებით ესეთი 400 გრამი ფიქრობ იქნება საკმარისი. დაგჭირდებათ სახელურები, თქვენი სრულის მიხედვით როგორც აარჩევთ. ასევე ელვა დაგჭირდებათ, აი თუ გახსნით ახლა აი ამ სახელურებს, ერთი სახელურიდან მეორემდე ეს არის შეკრული ელვით არის ჩაკერებული ეს ორი მხარე აი ამ ჩანთის. ელვა არის ჩემი 25 სანტიმეტრი. აი მთლიანად ნაჭერი და აი თვითონ ელვის აი ეს 24 სანტიმეტრია მეტალის არის ეს ჩამკეტი ნაწილია ეს რაც არის ეს 24 სანტიმეტრი. ამიტომ ჩანთაც შესაბამისად ასეთი ყელით უნდა მიიღოთ, როცა უკვე დაამთავრებთ. აი ეს დეტალი ერთი მოგსოვე, ნახეთ როგორი ფორმის არის. აი ესეთია, ცოტას დავშორდები, რომ ბოლომდე გამოჩნდეს. აი ესეთია. ძირი უფრო ვიწრო აქვს, შემდეგ მატებას გავაკეთებთ და შემდეგ უკვე პირდაპირ აღარ იქნება მატება გარკვეული სიმაღლის შემდეგ. ეს უზორი არის უკანა კედელში შესვლით არის ნაქსოვი, ხო? აქეთ იქით სიარულით. ბოლოს შემოულეთ მთლებს ნამატის გარეშე. კიდევ ერთ რიგს შემოულეთ. კარგი. აი ეხლა რო გითხარით, აი აქ უნდა მიეკეროს ბოლოს ელვა. აი ეს ზუსტად ისეთი ზომის უნდა მოიქცოვოს, რომ აი ნახეთ როგორ უნდა ასე უნდა ჩაჯდეს ზუსტად. ასეთივე დეტალი აქედან მხარეზე, ანუ რომ წარმოედგინოთ, აი ესე იქნება თქვენი ჩანთა, ხო? აი ხლა მე აქედან მხარე არ მაქვს ჯერ მოქსოვილი, რომელსაც ვაპირებ რომ მოქსოვ. და ხოლო აი აქედან მხრიდან უკვე ეს მესამე დეტალი, რომელიც ცოტა სხვა უზორი იყო, ხო, შუაში. კარგი. ეხლა აი ეს უნდა მოქსოვოთ ჩვენ. ამის მოქსოვის წესი უნდა გაჩვენოთ. ეხლა ყაისნაღი მაქვს მე 3.25 მიასედი მილიმეტრი. თქვენ შეგიძლიათ 3-დან 4-მდე მილიმეტრი. აი ესეთი ყაისნაღი გამოიყენოთ. ნიშნულები დაგჭირდება აი მოტრიალებების დროს თვლები რომ კარგად დავინახოთ პირველი თვალი, ბოლო თვალი რიგის. ამისათვის მე გამოვიყენებ ნიშნულს და თქვენს გირჩევთ. კარგით. მოდით გეტყვით ძირი რა ზომის არის. აქ როგორც გითხარით 25 სანტიმეტრია როგორც ელვა, ხო? აქ აი ეს უკვე ბოლო რიგი რო შემოყევი მის შემდეგ მაქვს, აი მიახლოებით ეს რო გაჩვენოთ. აი 16 სანტიმეტრია ძირი, ცოტა პატარა ეს ვიწრო ძირი აქვს, ხო? მე ესეთ ფორმას იღებს. კარგი. ეხლა ჩვენ გვჭირდება ავკრიფოთ თავისუფალი თვლები, სულ ჯამში 27. პირველი იქნება კვანძი. და ამის შემდეგ ესე თავისუფლად ესე არც ძალიან მოჭიმოთ, არც ძალიან დიდი თვლებიც არ არის საჭირო ძალიან. ესე 27 თვალი მოგსოვეთ. აი ჩემი 27 თვალი მზად არის. ეხლა უნდა მოვტრიალდეთ, შემდეგ რიგზე გადავალთ. და ესე იგი ბოლო თვალი ეს იქნება ბიჯის და აქ მომდევნო თვალში ამოვიყვანთ თვალს ნამატის გარეშე ერთი ეს არის პირველი თვალი მომდევნო რიგში, ამიტომ აქ გავაკეთებ მე ნიშნულს. და ეხლა იგივე თვალში აი აქ ამოვიყვანთ მეორე თვალს კიდევ ნამატის გარეშე. ესე იგი გავაკეთეთ მატება ბოლო თვალზე. ასევე გავაკეთებთ აი ამ რიგის ბოლოშიც მატებას. რომ აი ესეთი, ნახეთ, აი ესე მივიღოთ ზრდა, ხო? მაგრამ ყოველ რიგში არ არის საჭირო მატება, მოგეთ გაჩვენებთ ამას. ეხლა დანარჩენ თვლებში, სანამ არ მიხვალთ ბოლო თვალთან, იქნება თვლები ნამატის გარეშე თითო თვალში, თითო თვალი. აი ესე მოგსოვოთ. აი უახლოვდები ბოლო თვალს და როგორც გითხარით, ბოლო თვალში აი ეს
აი ეს არის ჩვენი ბოლო თვალი. ამოვიყვანთ ორ თვალს, ერთი თვალი ნამატის გარეშე, მეორე თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ეხლა ეს არის ჩვენი ბოლო თვალი, აქაც მოდით გავაკეთოთ ნიშნული. აქ უფრო ადვილია შედარებით, იმიტომ რომ ეხლა უნდა მოტრიალდე და აი ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალების ბიჯის. აი ესე ნახეთ. აი ეს ჩვენი პირველი თვალი ეს არის, ესე იგი, ეს ბიჯის. ეხლა აი ამ ნიშნულის თვალში, ეხლა შემდეგი რიგი გვაქვს. ეხლა არ გავაკეთებთ მატებას, თან შევალთ არა ორ კედელში, აი როგორც ესე წინა რიგში, წინა რიგში ფაქტობრივად ერთი კედელი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ჯაჭვი იყო, ხო, სულ პირველი რიგი. აი აქ შევდივართ უკანა კედელში, აი აქ. ხო, აი სადაც ნიშნული იყო უკანა კედელში და მატებას არ ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. პირველ თვალზე, ასევე ბოლო თვალზეც არ გავაკეთებთ ამ რიგში. აქ უბრალოდ ეს პირველი თვალი ისევ ნიშნული ჩაამაგრეთ, რომ ადვილად მიხვდეთ, როცა უკან წამოხვალთ, რომელია თქვენი ბოლო თვალი. აი ესე. შემდეგ ჩვეულებრივ თითო თვალში თითო თვალია, აი ამ რიგში. ეს თუ გინდათ ესე დაიმახსოვრეთ, უკუღმა მხარე არის ჩანთის, ნახეთ, აი ეს წაღმა მხარე. წაღმა მხარეებზე ვაკეთებთ მხოლოდ მატებებს, კიდეებზე, ხო? უკუღმა რიგში უბრალოდ ვგსოვთ თითო თვალში თითო თვალი ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვით და სულ უკანა კედელში შესვით იქნება ამის შემდეგ ნაკსოვით. წაღმა მხარეზეც, უკუღმა მხარეზეც ჩანთის. აი ესე მიიღება ესეთი ზოლები. კარგით, ესე გაყევით. აი ისე მოვედი აი ამ ნიშნულთან. აქ როგორც გახსოვთ, როგორც ამ რიგის თავში არ იყო მატება, ასევე აი ნიშნულის ადგილას უბრალოდ შედიხართ უკანა კედელში და ერთი თვალი ამოყავთ. ისე დავაბრუნოთ ამ ადგილას ნიშნული. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის მოტრიალებისას, ეს ყოველთვის ესე გააკეთეთ მოტრიალებისას და აი ეს ჩვენი პირველი თვალი. ეხლა ეს წაღმა მხარეა, ნახეთ, აი ეს მე მგონი ადვილად მიხვდებით, აი ეს არის წაღმა მხარე, ძირს რო შეხედავთ, აი აქ ცოტა სხვანაირი ძირია უკუღმა მხარეს. აი, წაღმა მხარეზე ვაკეთებთ მატებებს, ხო? აი ისე პირველ თვალზე უკანა კედელში, ნახეთ, აი ეს. ხა მოვხსნი. უკანა კედელში შესვლით ერთი თვალი, ჩავამაგროთ ნიშნული, რო არ დაგვავიწყდეს, ჯობია მაშინვე დაამაგროთ პირველ თვალზე. და იგივე თვალიდან მეორე, აი მატება გავაკეთე. ეხლა თითო თვალში თითო თვალი ამის შემდეგ, სანამ არ მიხვალთ ბოლო თვალთან, სადაც ნიშნულია. სულ შედიხართ უკანა კედელში ყოველ რიგში, აი ესეთი ნაკსოვი უნდა მიიღოთ. თვლები ნამატის გარეშე. ესე გავყვეთ ამ რიგს. აი ესე მოვედი ნიშნულის ადგილას და ასევე უკანა კედელში შესვლით ნიშნულის თვალში ამოვიყვან ორ თვალს, ერთი და მეორე მატება, ხო, იმიტომ რომ წაღმა მხარეზე ვარ და აი ბოლო თვალში გააკეთეთ ნიშნული. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის მოტრიალდით. ეხლა როგორც ხვდებით, უკუღმა რიგში ხართ, ამიტომ აქ არ აკეთებთ მატებას და პირველივე ნიშნულის თვალის ადგილას უკანა კედელში შესვით ამოყავთ ერთი თვალი მხოლოდ ნამატის გარეშე, ისევ დააბრუნეთ აქ ნიშნული, მატებას არ აკეთებთ, ხო, ამ რიგში. და პირდაპირ მომდევნო თვალში, ისევ თვალი ნამატის გარეშე, უკანა კედელში შესვლით. ესე გაყევით, ბოლო თვალში, სადაც ნიშნული გექნებათ, ასევე იქნება მხოლოდ ერთი თვალი ნამატის გარეშე, უკანა კედელში შესვლით. ესე იგი, ამას დაიმახსოვროთ ახლა, რომ უკუღმა რიგებში, ხო, ესე იგი, უკუღმა მხარეს ჩანთის მატებას არ აკეთებთ, უკუღმა მხარე ეს იგულისხმება ჩანთის შიგა მხარე, ხო, ანუ არა წაღმა მხარე. ხო, არ აკეთებთ მატებებს, ესე იგი, კიდეებზე, ხოლო წინა მხარეზე აკეთებთ მატებებს. და ესე უნდა მოგსოვოთ სულ 17 რიგი. თუ არ ჩათვლით ჯაჭვებს, ხო, თავისუფალი თვლებისგან შემდგარ ჯაჭვს, აი იმ რიგს თუ არ გაითვალისწინებთ, სულ 17 რიგი, აი ესე მატებით, რიგის გამოტოვებით მატებით უნდა მოგსოვოთ.
აი ახლა ბოლოს მოვედი, უკვე მაქვს 17 რიგი, ნახეთ როგორ გადავთვალოთ. აი რო გითხეთ, ახლა წაღმამხარეს უყურებ, ნახეთ, აი ესეთი კიდეა, ძირი, ეს არის წაღმამხარე, ხო? და გავაკეთე მატება აქეთ ამ მხარესაც, აქეთაც. ეს იყო ბოლო მატება. ამის შემდეგ მატებას აღარ გავაკეთებთ. ახლა შეგიძლიათ ესე დაიმახსოვროთ, თქვათ, როდის უნდა შეწყვიტოთ მატების გაკეთება. აი ამ ხაზების მიხედვით, ნახეთ, მე მაქვს აი ამას თუ არ ჩათვლით, ხო? 1 2 3 4 5 6 7 8. აი ესეთი ხაზები. და აი ესე გავყევი ბოლოს, სადაც მატება იყო და ამის შემდეგ შევწყვიტავთ. სულ აი აქ მაქვს ახლა 54 თვალი. ამითაც შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ აი ამის შემდეგ სულ 54 თვალი გექნებათ, აღარ მოუმატებთ. მგონი მიხვდით. კარგით, აი ეს ბოლო ნახეთ, სადაც ნიშნულია აქ ასევე 1 თვალიდან 2 ამოდის. ასევე აქეთ ამ მხარესაც, ხო? ეხლა უკვე როგორც გითხარით, უნდა გავაგრძელოთ მატების გარეშე. ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალდით და სულ გვჭირდება ეხლა უკვე აი ამის შემდეგ 32 თვალი მატების გარეშე. ესე იგი ბიჯისთვის ეს ბოლო თვალი და ეს არის ხო პირველი, საიდანაც უნდა მოვიყვანოთ 1. უკვე აქ მატება აღარ გვექნება, უკვე არც წაღმამხარეს, არც უგუღამხარეს ჩანთის. და ჯამში გექნებათ 54 თვალი. თვლები ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. ეხლა ესე უნდა გაყვეთ თქვენ, როგორც გითხარით, მატების გარეშე სულ იქსოვება დანარჩენი ნაწილი უკვე აი ეს ზემოთ ამხარე, აი ეს, აი აქედან დაწყებული ზემოთ და უნდა მოგსოვოთ 32 რიგი. აქამდე მოგსოვოთ 17 რიგი. აი ესე გაყევით და მოგსოვეთ კიდევ 32 რიგი. და მიიღებთ აი ესეთივე დეტალს, როგორც მე მოგსოვე, აი ასეთ დეტალს მიიღებთ თქვენც აი ესეც. კარგით, მე მგონი ამას უკვე თქვენ თვითონ გააგრძელებთ მატების გარეშე, ძალიან მარტივია. ნიშნულები ჩამაგრეთ ხოლმე, რომ არ შეგეშალოთ პირველი თვალი, ბოლო თვალი ზუსტად სწორად ამოიყვანოთ. აი უკვე ფაქტობრივად ეს 32 რიგია და მოვედი აი ამ რიგის ბოლოს, აქ მოგსოთ ბოლო თვალს, სადაც ნიშნული ქონდა. აი ეს არის სულ, ნახეთ ახლა აი ეს რაც უნდა მოგვექსოვა. აი ესეთია. ხედავთ რომ ცოტა აი ეს ქვედა დეტალი ცოტა დიდია, ეს იმიტომ რომ უნდა შემოვყვეთ ახლა ერთი რიგი თვლები ნამატის გარეშე და ზუსტად აი მივცემთ იმ იგივე ზომას, ფორმას, რაც არის აი ეს ორიგინალი პირველი დეტალი. ნახეთ, აი ესე. ესე იგი ახლა აქ თუ შეხედავთ, წაღმამხარეს უყურებ, აქაც წაღმამხარე მაქვს, აი ეს დეტალიც ესეც. აი ესე და შევხედოთ ახლა რამდენი რიგი გვაქვს, რომ ესე ჯობია რომ ესე გადათვალოთ და ესე იგი აქ ქონდა ჩვენ გახსოვთ 8 ეს ხაზებს გადავთვლი, ეს რიგები არ არის, ახლა ნახეთ, დააკვირდით, მე მგონი ჩანს ესე. აი ამ ხაზებს ვთვლი 1 2 3 4 5 6 7 8. აი ეს იყო მატება სანამ კეთდებოდა. შემდეგ უკვე როცა შევწყვიტეთ მატება, აქ მაქვს 1, ანუ ეს 8 რიგი ფაქტიურად 2-ზე თუ გაამრავლებთ და კიდევ არის აი ეს პირველი რიგი, რომელიც არ ითვლება, ხო და ამიტომ 8 × 2, აი თითოეული ხაზი 2 რიგს შეესაბამება. 16 და კიდევ ერთი რიგი, 17 გახსოვთ, ხო? 17 რიგი ქონდა აქ. ეხლა ამის შემდეგ, როგორც გითხარით, 32 რიგი გვინდოდა. მაგრამ ეხლა მე გადავთვლი აი ამ ხაზებს, რომელიც 2-ზე თუ გაამრავლებთ, ეს იქნება თქვენი 32 რიგი. 1 2 ეს უკვე აი ამის შემდეგ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16-ია. 16 ჯერ 2 არის 32. აი ესე თქვენც ესე უნდა გქონდეთ წაღმამხარეს უყურებთ. ეხლა ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკვე შემოვყვეთ თვლები
ნამატის გარეშე. ერთადერთი ის არის, რომ სადაც კუთხეები გაქვთ, აი ახლა კუთხის ადგილას ვარ, ერთი თავისუფალი თვალი მოვგზავნოთ და იგივე თვალში თვალი ნამატის გარეშე. და ასე ნახეთ თითოეულ აი აქ რიგს შეუსაბამო თითო თვალი ნამატის გარეშე. აი ესე, ახლა აი აქ ჩაღრმავების ადგილას ისევ ზემოთ, აი ესე ყველა რიგს შეუსაბამეთ ერთი თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ესე გაყევით. ესე გაყევით, უკვე უახლოვდები აი ამ კუთხეს, აქაც მინდა რომ გაჩვენოთ. ესე იგი ყოველ აი ამ ზოლის თავზე, აი აქ და ჩაღრმავებულ ადგილას, სადაც თითქოს ღარია, აი იქ თითო, ესე იგი თვლები ნამატის გარეშე აუცილებლად შეუსაბამეთ. ახლა უკვე კუთხის ადგილას ვარ, ნახეთ, აი ეს არის უკვე კუთხის ადგილი და აქ უნდა ამოვიყვანოთ ორი თვალი. ერთი თვალი ნამატის გარეშე. ეხლა მექნება ერთი თავისუფალი თვალი, ისევე როგორც აი ამ კუთხეში გავაკეთე, ხო? და იგივე თვალიდან მეორე თვალი ნამატის გარეშე. ანუ ფაქტობრივად სამი თვალი გაქვთ კუთხეში. ორი თვალი გაქვთ ნამატების გარეშე და ერთი თავისუფალი თვალი. ეხლა ვაგრძელებთ. ნახეთ, აქ კარგად გაიწელა ეხლა ეს თვალი, იმის გამო რომ ორი თვალი ამოვიყვანე, მაგრამ ეხლა შემდეგი არის აი აქ შედით. ეხლა უკვე ძირია, საიდანაც დავიწყეთ ხო ქსოვა. აქაც უნდა შემოვუაროთ თვლები ნამატის გარეშე. თან ეს ძაფის ბოლო, რომელიც დასაწყისში ესე გქონდა ხო, ეს ჩავმალოთ. აი ეს წაღმა მხარეს უყურებთ, ლამაზი მხარეა, როგორც დავამთავრეთ ხო წაღმა მხარეზე, ესე მოვყვებით. და აი ნახეთ, ყველა ასე თქვათ თვალი ესე ცოტა პირობითად არის ამ შემთხვევაში, მაგრამ აი მე როგორც შევდივარ, აი დააკვირდით, ყველგან უნდა შეხვიდეთ. ფაქტობრივად უნდა გქონდეთ თავიდან გქონდა ჩვენ 36 თვალი, აი 36 ჯერ უნდა შეხვიდეთ აი ამ ძირის ადგილას. ესე გაყევით ახლა, სანამ კიდევ მეორე კუთხესთან არ მიხვალთ, აი აქაც იგივე წესით, აი როგორც აქ გავაკეთე, ესე უნდა გავაკეთოთ. ახლა მოვედით უკვე კუთხის ადგილას. აი აქ შეგვიძლია უკვე როგორც კუთხე გავაკეთოთ ამ თვალში. ერთი თვალი, კიდევ ერთი, ანუ ჯერ იყო თვალი ნამატის გარეშე, ერთი თავისუფალი თვალი და იგივე თვალში თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ვაგრძელებთ ახლა ჩვენ და შეგვიძლია პირდაპირ აი აქედან ამოვიყვანოთ აი ჩაღრმავებული ღარის თავზე. და ახლა ისევ იგივე წესით, უბრალოდ აქ ცოტა სხვანაირად ზის ძაფები, მაგრამ შეუსაბამეთ. აი თითოეულ ასეთ ზოლს ერთი თვალი, ჩაღრმავებულ ესეთ ღარს ერთი თვალი. ახლა ეს ჩაღრმავებულის ადგილი, ესე ვთქვათ, უკვე მოგსოვე მის შესაბამისად. ახლა აი ამ ზოლის შესაბამისი, აი აქ თავზე. ახლა ისევ აი ესეთი თითქოს დაკბილული ვით არის ცოტა და აი ესე გაყევით. ყოველ რიგს უნდა შეუსაბამოთ ერთი თვალი ნამატის გარეშე. ესე შემოყევით ბოლომდე. და აი უახლოვდები საწყის წერტილს. ეს ფაქტობრივად აქ აღარ გჭირდება რომ გადავუაროთ, იმიტომ რომ ეს ადგილი ფაქტობრივად მოქსოვილია. უბრალოდ ეხლა გვინდა ჩვენ დავამთავროთ და აი ეს ნახეთ, აი ეს ჩაღრმავების ადგილი მოგსოვე. და აი ამას გავაკეთებ როგორც კუთხის ადგილს, აი ამ თვალს. ოღონდ აქ ეცადეთ რომ ორ კედელში შეხვიდეთ. ეხლა მე თუ ატყობთ, შევდივარ არა ნიშნულის თვალში, არამედ მის წინ. აი ნიშნულის თვალია შემდეგი. ამას გამოვაძრობ და აქ ამოვიყვან თვალს ნამატის გარეშე, ერთი თავისუფალი თვალი და კიდევ ერთი თვალი ნამატის გარეშე, იგივე აი ამ თვალში. აი ესე. აი ხლა აქ შეგვიძლია მოვჭრათ ძაფი ჩვენ და შეუმჩნეველი დამთავრება გავაკეთოთ.
ჯობია ესე გავაკეთოთ. იმიტომ რომ ხალ ფიქრობდი რომ ხომ არ გავაგრძელოთ, შემდეგ კიდევ ჭირდება რომ აქ მივაქსოთ, მაგრამ ჯობია კარგი დამთავრება თუ გინდათ რომ გქონდეთ, აი ესე გამოიტანეთ ზაფი და აი სადაც იყო პირველი თვალი, აი ეს როც ნაკსოვი ქსოვება. აი მასთან ესეთი და აი ამ თვალში ჩაიტანეთ უკან. როგორც ისე რომ ორ კედელში მოახერხოთ ჩასვლა, აი ეს. აი ეს მურჩა ეს არის თქვენი ეს დეტალი, ცოტა მოკაჩეთ ზაფი. უკან რა თქმა უნდა ჯობია დააფიქსიროთ ეს ზაფის ბოლო. აბა ნახოთ ახლა. ახლა ზუსტად უნდა იყოს ერთ იგივე ზომის ეს ორი დეტალი. ცოტა მეჩვენება რომ მაინც ეს ქვედა დეტალი ოდნავ თითქოს დიდია, მაგრამ ეს მოჭიმვაზეც არის როგორი მოჭიმვით მოგსოვთ, ოდნავ შეიძლება იყოს განსხვავება. კარგით, აი ეს კუთხი ეს, ანუ ესე თქვათ კუთხოვანია ცოტა ხო ეს ადგილები. ესენიც უნდა ემთხვეოდნენ ზუსტად ერთნაირად. აი ესეთი ორი დეტალი გვაქვს. ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.